ადამსა და ადამა და ევამ რატო და ერთმანეთს დააბრალეს. ნახეთ ამას იმეორებს ადამიანი ადამ და ევა მოყოლებული დაუსრულებლად. ჯერ კიდე ის დეტალი ადამ სადახარ. ვერთ არ იცი სად არის ადამი? რა შეიძლება არ იცოდეს სად იყო? დამალული რო იყო იმალებოდა. და პატარა ბავშვი ზუსტად ასე არ იქცევა. მე ყოველ ოჯახში პატარა ბავშვი ამრავლებს. თქვენ ოჯახებში და ყველა ქართველის ოჯახში პირველ რიგში. როდესაც უძახი სადახარ, სახელს უძახ სადახარ და გაყუჩულია და არ გემალება. ესე იგი დააშავა რაღაცა, ხო? ხო გთებით არა, ეგრევე თვითონაც იცის რომ დააშავა, ვიდო იმალება. ეს ხო ძალიან მარტივი ჭეშმარიტება არის. ადამ და ევას ცოდვის გამეორება არის. გონია რომ იმალება. გონია რომ იმას თუ ამოეფარა მეხს სკოლაში, ფარდას სახლში, ლოგინის ქვეშ თუ შეძურა, საბანეთო გადაიფარა, გონია რომ დაიმალა. და სხვა ადგილები იცი, ბავშვი დამალებს კიდე. გონია რომ დაიმალა. როგორც ადამსა და რომელ მასწავლებელს თუ სკოლა და ბაღი არის, ან სახლში რომელ მშობელს ემალება ბავშვი. შეიძლება დაგემალოს? წარმოუდგენელია, ეგრევე ვხვდები რომ დააშავ რაღაც. ზუსტად იგია, ამას ვიმეორებ სულ. როცა რამე შეგვეშლება, კი არ უნდა დავიმალოთ. უნდა გამოვიდეთ მამასთან, მივიდეთ და შეგვეშალა მამა, როგორც უძღების შვილის იგავში არის. აი ამის გაკეთება გვიჭირს ძვირფასებ, ეს უნდა გავაკეთოთ. ნახე რასაკეთებს კიდე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვიცოდეთ, ხვალ მარხვა იწყება. ეკითხება, რატო შეცოდეთ, ხო? არის ის რა არის მიზეზი? განა უფალს უნდა იმის განმარტება, რატო გააკეთეს? უფალზე უკეთესად ვინ გახსნის, ვინ განმარტავს, ვინ გაშიფრავს? რისთვის ჭირდება კითხვების დასმა? თვითონ თუნდა თქვას, თვითონ მისგან უნდა მოდიოდეს. შემინდე, მაპატიე, მიხსენ, დამიფარე. მისგან უნდა მოდიოდეს, მიტოსვამს კითხვა. მიახვედრებს, ცდილობს რომ დაეხმაროს. დედაკაც ეკითხება, ჯერ ევა არ ერქვა სხვათა შორის. მათ ევა დაერქვა გამოდენის მერე. იქ სახარება შეიძლება ბიბლიას თუ ყავთ იქცეულ ყურად, რასაც მნიშვნელოვანია ძალიან ეს დეტალი. რას ეუბნება ევა? შენ რო ეშმაკი გამიჩინე იმანას თუნა. ეშმაკს დააბრალა. ადამა შენ რო ხალი გამიჩინე იმას თუნა და სხვათა შორის კაცები დღემდე ვიძახით. ხალი უარყოფილიყო 3 დღეში იქნა მოიწვენს. აი დღემდე არის კაცებისგან ამის სწავლოთ დაძახება ხალისადმი. ხო მეთახმებით ხო კალბატონები და კაცები ზარ უარყოფთ ამას. ერთო ახლა ყველაზე კი არ ვამბობ ასე რა თქმა უნდა. ძირითადად არის ეს სცენი. რატო? პასუხისმგებლობა ვინ იყო უფროსი? ჰევაროსაც უნდაოდა უფროსი პასუხისმგებლობა არ არის? როდესაც რაღაცა ჯგუფში, ორგანიზაციაში რაღაცა ხდება, უფროსი არ მნიშვნელოვანი არ არის? ვინ იყო ეს უფროსი? ოჯახის უფროსი ვინ არის? ანუ თუ შენი პასუხისმგებლობა არ არის, ხელმძღვანელობაზე უარს ამბობ. არა და ოჯახის უფროსი თავი შენ ხარ, კაცი. შენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში, რა თქმა უნდა. და ადამა ევას დააბრალა. და ორივე ერთად ირიბად, არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად ღმერთს დააბრალა ორივე. შენ რო გამიჩინო, შენ. ანუ შენ რო არ გაგეჩინო, მე გადავიყავ ყველაფერი. შენი ბრალია რო გააჩინო. ამას ვაკეთებთ დღემდე. და ეს იქნება მეორე წლამდე. რამე შეგვეშალა? ეშმაკმა მასტუნა მამაო, ბიჭო ეს ეშმაკი რა არის ამარი? არა შენინება. მე გავაკეთე კი არა. მე შემეშალა ეშმაკმა მასტუნა. ან მაგალითად შეიგინა კაცმა ქალბა დაიწყებო. ბარტირობითად ვამბობ წყალბაზე გინებას. ნუ უკვე მარტივი ცოდვებია. ხო? მასიურია და იმიტომ თუ არ მარტივი არ არის. არ დამაყენა და ვაგინებდი აბა რას ვიზამი. ბიჭო, აი ხასიათს რო ხარ და ყველა კარგად გილაპარაკება, მაგით თუ იგინები ფსიქიატრიაში ხარ დასაყვანში და ალოცი. გითო გინა ხალბატონი მაშინ რო იწევლები, რო ყველა კარგად გილაპარაკება, შენ იწევლები. არა ხარ დალაგებული. მიზეზი რო გახ, მაშინ შეიკავო თავი, იმიტომ რომ ღვთის ქრისტიანი ქვია. მაშინ თუ არა, ყველაფერი კარგად თუ არის, მაშინ რა იგინები და იწევლები, ვერ ხარ კარგად, ხო? ხო და ამან გამოიწვია 60-ის დაკარგვა.